ჩვენ საქმეში ვერავინ ჩაერევა, არ გვჭირდება არავის დახმარება. ასეთი ახალი გზავნილი ბოდბელი ეპისკოპოსის ახალი ქადაგებიდან. მეუფე იაკობმა დღეს ამბიონიდან თქვა, რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ უნდა იყოს შერჩეული და დაუშვებელია ვინმეს მიერ მათზე ზეწოლა. ვინ გახდება ახალი პატრიარქი, მეუფე იაკობს ამაზე არ უსაუბრია, თუმცა მრევლს უთხრა, რომ სავარაუდო კანდიდატები გამოკვეთილია. დასრულდა კათოლიკოს პატრიარქი სილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. იწყება ახალი ეპოქა, მომავალი ჩვენი არის ნათელი. იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება, თქვა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ქადაგების დროს. წმინდა სინოდი საპატრიარქოში გუშინ შეიკრიბა, თუმცა 6 საათიანის ხდომა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა. ცნობილია, რომ აპრილის ბოლომდე მოსაყდრე შიო სინოდის ხდომას მოიწვევს, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი დასახელდება. გადაწყდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გამოარჩევს. გაუჩინარებული მიუსაფარი ძაღლების დასაცავად მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე კვირაა ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს და თავშესაფრის თანამშრომლები პირად საუბრებში უყვებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაცია უარყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. 2022 წლის შემდეგ 22737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 და 2023 წლებში იყო და მონაცემებზე პიკი 2025 წელს გადავლილად ჩანს, თუმცა შარშან 2020 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ მეტია ქვეყნიდან ოჯახებთან ერთად წასული ბავშვების მაჩვენებელი. ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ბავშვები ემიგრაციაში წასვლის გამო ტოვებენ სკოლას. მხოლოდ 2025 წელს 3669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია, რომელიც 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ. გუშინ ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კორუფციის გამო გაუშვეს. ბესელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზუსტად 1 წლის წინ დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. გრიგოლ ბესელია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. ისეთი ხმა იყო სილის დარტყმის შემდეგ აქცია დაიშალა. თქვა სასამართლოზე მაშინ გრიგოლ ბესელიამ, როცა ამაღლობელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. გრიგოლ ბესელია ლატვიის მიერ სანქცირებული ექს-მაღალჩინოსანია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ გირაო შეუფარდა ბრალდებულებს, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახური თბილისის უფასო სასადილოებიდან 3.500.000 ლარზე მეტის მითვისებას ედავება თაღლითური გზით. ხუთივე ბრალდებულმა, რომლებსაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დანაშაული აღიარეს. სასამართლო პროცესზე მერიის კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ ისინი მიღება ჩაბარების აქტებში ნამდვილად წერდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს უწევდნენ კვებით მომსახურებას და დარჩენილ თანხას ითვისებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით რეზო ალადაშვილს 100.000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორს კი 50.000 ლარიანი საპატიმრო გირაო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით ბრალდებულები 2024, 25 და 26 წლებში ყოველდღიურად 14.451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და არაჯეროვნად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს.